ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედებას კიდევ ერთი გამოფენა ეძღვნება ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში ხელოვანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინა წარმოდგენილია პარიზის პერიოდში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნილი ნახატები, რომელთა შორის რამდენიმეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ექსპოზიციის პარალელურად დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ლექციებსა და საჯარო დისკუსიებს დაესწროს. რამდენიმე წლიანი წვეთის შემდეგ ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში ლექციათა ციკლი ბრუნდება. დისკუსიები ხელოვნების სფეროს ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებს დაეთმობა. ჩვენ საგამოფენო დარბაზში გამოფენები იცვლება პერიოდულად და სწორედ ახლა გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა ლადო გუდიაშვილის მიერ პარიზში შესრულებული ნამუშევრები. 20 წელზე მეტია ლადო გუდიაშვილის ეს გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები თბილისში არ გამოფენილა. ამიტომ დამთვალიერებლის ნაწილი მას პირველად ნახავს. ექსპოზიცია 1920-იან წლებში შესრულებული ნამუშევრით იწყება და სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. ეს არის მისი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი, ესპანელი მეგობრები, სადაც თვითონ ლადოს არის წარმოდგენილი ამ ნამუშევარში მის ესპანელ მეგობართან ერთად. ჩვენ აქვე ვხედავთ პეიზაჟს, რომელიც არის ლადოს მიერ შესრულებული პარიზში, რაც ძალიან იშვიათია. ლადო საქართველოში დაბრუნების შემდეგ თითქმის აღარ დაბრუნებია პეიზაჟს, არის რამდენიმე ნამუშევარი, ერთი ეს არის ესეთი სოფელი ბრიუნიკელი, იქ შესრულებული და მეორე კი ხიდი პარიზში. პარიზში ყოფნისას ახალგაზრდა სტუდენტ მხატვარს ხშირად ჰქონდა საშუალება ყოფილიყო იმ წრის ნაწილი, რომელშიც პიკასო, მოდილიანი და ხელოვნების სხვა ცნობილი სახეები იყვნენ. კაფე როტონდას კი, რომელიც ხელოვანების შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო და თითოეულ მათგანს თავისი მაგიდა ჰქონდა, გუდიაშვილიც ხშირად სტუმრობდა. 1920-იანი წლების პარიზული ცხოვრება, ხელოვანების შეკრებები და მათი ურთიერთობები ამ გრაფიკულ სერიაშია წარმოდგენილი. ხედავთ ესეთი ერთ-ერთი მაგიდა, სადაც ჩარლი ჩაპლინი და მისი იმპრესარიო სხედან და ამ თვითონ სერიაში წარმოდგენილია ის გარემო, რაც იმ დროს პარიზში ხდებოდა. პროფესორები სორბონიდან შეგვიძლია ვნახოთ გარიგება ბისტრო ვოვენში და ასე შემდეგ. და სწორედ ეს გრაფიკული სერია ზუსტად გვაჩვენებს და გვეხმარება წარმოვიდგინოთ თუ რა გარემო იყო იმ პერიოდში პარიზში და რა ხდებოდა ეს ბისტროები, კაფეები, შეკრებები, საუბრობდნენ ხელოვნებაზე და ქმნიდნენ მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან კულტურულ საოცარ ეპოქას. 1920-იანი წლების პარიზული ცხოვრების შემდეგ გამოფენა 30-იანი წლების ნამუშევრებით გრძელდება, სადაც მხატვარ სტილოზე ის მძაფრი და დაძაბული გარემო გამოუსახავს, რომელიც საქართველოში დაბრუნებისას დახვდა. დასმენები, ღალატი, ტყუილი ბრალდებები, გარემო, რომელიც 1930-იან და შემდგომ წლებში საქართველოში ხდებოდა. ქვია ბოროტი ოჯახი, რომელიც წერს წერილს დასმენებისთვის. ეს მძიმე პერიოდი ლადოზე და განსაკუთრებით ხელოვანებზე იყო ყველაზე რთული, ასე ვთქვათ და ზუსტად ვაგრძელებთ გამოფენა სატირული გრაფიკის სერიით, სადაც ლადო იცოდა, რომ გადმოეცა მისი პასუხი ეპოვა იმ გარემოსთვის, რაც მართავდა ქვეყანას, ის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებულად აწუხებდა და ასე ვთქვათ ეხებოდა ხელოვანებს. ნამუშევრების პარალელურად ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში საჯარო ლექციების ტრადიცია ბრუნდება. პანდემიის გამო იძულებით შეჩერებული ლექციათა ციკლი 2 წლის შემდეგ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე კვლავ აღდგება. პირველი ასეთი საჯარო ლექცია 3 მაისს გაიმართება. ეს არ არის მხოლოდ სივრცე გამოფენებისთვის და ჩვენ მასპინძლობდით იმართებოდა ჩვენთან ესეთი ლექციებათა ციკლი საუბრები ხელოვნების შესახებ, თუმცა პანდემიის შემდეგ ჩვენ შევწყვიტეთ ეს საუბრები და ეხლა ზუსტად გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ 3 მაისიდან ყოველ შაბათს ჩვენთან შეგიძლიათ დაესწროთ ესეთ შეხვედრებს, სადაც ვისაუბრებთ ხელოვნებაზე, მის დარგებზე, ჟანრებზე, იმაზე თუ რა ხდება მსოფლიო ხელოვნებაში დღეს და შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს 2 საათზე და ნებისმიერ მსურვალს შეუძლია დაესწროს. გამოფენა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე თვე გაგრძელდება.